გაუმარჯოს ქართულ ენას, დედა ენას გაუმარჯოს, დედა ენის ბაღს გაუმარჯოს. ყოველთვის ფიქრობდი, ანუ არ ვიცოდი რა, სად იყო დედა ენის ბაღი. წარმოიდგინე, ესეთი ბაღი, რომელიც ისტორიული ბაღია, სადაც მამაჩემი დროშით, საბჭოთა საქართველოს დროშით იყო. აი, რომელი წელი იყო? სტალინის რეაბილიტაცია და ასე შემდეგ. სტალინისტი იყო რა. მამაჩემი იყო სტალინისტი ახალგაზრდობაში. არ შეეხოთ სტალინს. თუ ქართულ ენას იცავდა. მგონი ქართულ, სადღაც იყო, ეროვნულ საქმეში იყო. სტალინი ეროვნული კაცი იყო. თავისი ერი უყვარდა. სტალინზე არ არის. ასტროლოგიაზე საუბარი. ასტროლოგიაზე და ასტროლოგია ჩემთვის, რა თქმა უნდა, უდრის მიშა ცაგარელს, ბრენდი. ქართული ასტროლოგიის ბრენდი არის მიშა ცაგარელი. მიხეილ ცაგარელი, უბრალოდ. შინაურულად მიშა. ნამდვილი ბრენდია, ქართული ასტროლოგიის ბრენდი. პირადად მე ასტროლოგიასთან ასტროლოგია ვარსკვლავთა ცოდნა წაკითხვა რაღაცა ასტროვარსკვლავი ხო მე მგონი ლოგია კითხვა ვარსკვლავებზე კითხვა ანუ კითხაობა ხო კითხაობის ერთ-ერთი განშტოება, მეთოდიკა, ესე რომ ვთქვათ. ეზოთერიკული მეცნიერება. ანუ უკვე პარადოქსალურია, ხო? ეზოთერიკა, მეცნიერება ვერანაირად ვერ იქნება. ეზოთერიკა უკვე ანტიმეცნიერული რამე. თავის ფუძეში, მაგრამ სიტყვების თამაში, სიტყვების შერწყმა, შემდეგ პრობლემა არ არის. წლებია, ხო, ეს ადამიანი ამ საქმეშია 25 წელი, მე მგონი 20 წელი. და ანუ მე პირადად რა ურთიერთობა მაქვს, ხო? ასტროლოგიასთან პირველი ის რომ ესე იგი მიხეილ ცაგარელი და დედაჩემი გაიზარდნენ ფაქტობრივად ერთ ეზოში, მეზობლებით. სადარბაზოებში, იტალიური ეზო არ იყო. ეს იყო უკვე საბჭოთა საქართველოს ეზო. კორპუსნი ეზო. გვერდითა სადარბაზო შეიძლება დაარქვა მეზობელი, მაგრამ ახლა გვერდითა სადარბაზოს მეზობელი რა ვიცი, რამდენად მეზობელია, კიდე გასარკვევია, ხო? ამ კორპუსებში. შესაბამისად, მე ეს ვიცოდი. იმიტომ რომ ის მეუბნებოდა, რომ აი ისო მოტოციკლეთით დარბოდა, რაღაცებს მიყვებოდა რა, ნიშაზე და რაღაცა ეტაპზე მეც მიმიზიდა ასტროლოგიამ გამომდინარე იქიდან, რომ დედაჩემი დაინტერესებული არის დღემდე პროგნოზებით, ოღონდ აი დღიური პროგნოზები, დილით ფორტუნაზე უსმენს ხოლმე და კონკრეტული ნიშნებისთვის. ფაქტობრივად ორ ნიშანს უსმენს, დანარჩენი მაგრა კიდია. ესე ჩემი ნიშანი და თავისი ნიშანი. დანარჩენი ტენდენციები, სხვა ნიშნებს რა მოელით. ეს უკვე
მის ინტერესის წრეს ცილდება ეს ინფორმაცია ზედმეტია. და ან შეიძლება SMS-ით მომწეროს, ან შეიძლება დამირეკოს, ან მითხრას, აი დღეს შვილდოსანს. დღეს თვითონ შვილდოსანი. დღეს შვილდოსანს და უნდა გავთქვა ახლა ეს კონფიდენციალური ინფორმაცია, მაგრამ რას იზამს. შვილდოსანს და მეტყუპები, ესეც კონფიდენციალურად ვამბობ ახლა, იმიტომ რომ ეს კონფიდენციალურია. და ტყუპებს დაძაბული დღე აქვს. ორივეს თუ დაძაბული დღე აქვს, ის დღე ჩასარეცხი. იმ დღეს არაფერი აღარ ეშველება. შეიძლება ერთს კონდეს, მეორეს არა. ერთი არის ცოტა ასტროლოგიაშიც განვაახლო თქვენი ცოდნა. ესე იგი, შვილდოსანი არის ცეცხლის ნიშანი, არის 4 სტიქია, მან. ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი და ტყუპები არის ჰაერი და ჰაერის ნიშანი და ჰაერი და ცეცხლი არის მომიჯნავე ნიშნები, გამომდინარე ეთყობა სტიქიებიდან გამომდინარე, ჩინური სტიქიებიდან გამომდინარე, ჰაერი ხელს უწყობს ცეცხლის გაღვივებას, ხო? ანუ მეგობრობენ ერთმანეთთან ჰაერი და ცეცხლი. და მიწა და წყალი მეგობრობენ ერთმანეთთან, მიწა და წყალი, ლოგიკურია. ბევრი რაღაცა ლოგიკურია ამ ასტროლოგიაში. რასაც უდაოა რა, უდაო. ხო და ანუ ხშირად რა თქმა უნდა, ახლა მომიჯნავე სტიქიებია, ცეცხლი და ჰაერი, თუ ცეცხლს კარგად აქვს საქმე, ჰაერსაც კარგად აქვს საქმე. თუ ჰაერის ნიშნებს კარგად საქმე, ცეცხლის ნიშნებსაც კარგად საქმე. დანარჩენ ორს ცუდად რა, ვიღაცას ხო უნდა კონდეს ცუდად საქმე. ესე არ გამოდის ყველას კარგად, მაგრამ ეგრეთი მომენტებიც არის. ბარე ვიტყვით, ბარე გაგახარებთ, რომ უპრეცედენტო პერიოდში ცხოვრობთ, როგორც თქვა მიხეილ ცაგარელმა და თვითონ კი არ ამბობს, მას კარნახობენ ვარსკვლავები. ვარსკვლავიც კი არ კარნახობს. არავინ არაფერს არ კარნახობს. ის ითვლის ამას. ნატალური რუკებია ესეთი. ნატალური რუკები, იმ რუკებით მუშაობენ ასტროლოგები. ანუ ნატალური რუკა არის როგორც მაგალითად ბანკოს რა ქვია იმ მეორე ბანკოს, სადაც ნახატებია, ხო? ქალი, კაცი, მანქანა რაღაცეები. ახატია და იმითი რომ მიდის მკითხაობა. ანუ გამოსახენებელი საგანი, რომელსაც იყენებ მკითხაობისას. მკითხაობას ცუდად არ ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენთან ეს სიტყვა ცოტა რაღაც ესეთია რა, მკითხაობს, ასე შემდეგ. ხო და ნატალურ რუკებიდან გამომდინარე, გამოაცხადა საქვეყნოდ, რომ ხალხო გიხარობენ ესეთი პერიოდი, მეო ჩემ ისტორიაში, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე არ მახსოვსო. დადებითი პერიოდი გრძელვადიანი, გვეღის ან პოზიტიურში არის სამყარო. პოზიტიური ყოფილა ნულოვანი სიფრთხე, შემდეგ პლუსი, მინუსი. და ეს ანუ ჩვენ ვართ ახლა ნულის ზემოთ, +1 არ ვიცი, ზემოთ რამხელა შკალა, რამდენად პლუსში ვარ. კიდე გასარკვევია. ხო? ამასთანავე ეს გიხაროდა. ეხლა რა გინდა როქნა?
როცა გეუბნებიან მიდექი მოდექი შეაწუხე ხალხიო რა 4-ვე ნიშანს 4-ვე სტიქიას დაჟეო თევზებს ანუ ყველაზე მძიმე პერიოდი ნიშნებისთვის ანუ ადამიანებისთვის ყოფილა წინა დაბადების 1 თვე ანუ შენ დაბადების წინა 1 თვე არის ყველაზე რთული და ისეთი ტრავმატული და ამ შემდეგ რა ანუ განსაცდელებით ახსავსე პერიოდი და დაჟე ეხლა ხო არის წინა თვე თუ უკვე თევზებია მგონი თევზებია უკვე თუ თევზების წინა თვე არის მოკლედ იმ ნიშნის წინა თვეც კი რომელიც ახლა არის მე როგორც დიდი მცოდნე ასტროლოგიის არც ვიცი რა ნიშანია მაგრამ მამაჩემი იყო თევზები 25 თებერვალს 23 თებერვალიდან წავიდა ან თევზების წინა თვე არის თევზებისთვისაც კი ზმაო შედარებით დადებითი პერიოდია რა თევზებო გიხარებენ არავინ დინამიტით არ ჩაქოლავთ ბრაკონიერობა არ იქნება ეს ისეთი სუსტი ხუმრობაა სუსტი ხო და back to the story რა ისტორიას რა დაუბრუნდეთ კითხე დედაჩემს თხოვე მიდი მეთქი რა შინაურულად მეთქი რა შინაურად ვიცი რომ არც ისე ცოტა ისე პირადი ჰოროსკოპი თქო რა მიკეთებს თქო რა მიშამ მიმკითხავს თქო რა ხო და დედაჩემ მიდგა მოდგა იქ რაღაც შინაურულ ამბავში ქართულ ამბავში ყვაზე ხარ რა და გამიშანჭა რა უნდა ვთხოვა ხა დედაჩემს რო არ გამიკეთოს რა მაგას რა უნდა მთხოვო შენ რო არ გაგიკეთო შვილო მითხარე დავფიქრდე რაღაც ისეთი რაც შეუძლია ისეთი გამიკეთოს მანქანა მიყიდოს ხო ყველას კლასიკური მანქანა მიყიდე დედა მანქანებს მიყიდულობდა მთელი კოლექცია მაქვს მანქანების ერთი 30 წალი 40 წალი მოდელი გაშანშალებული ნოლადინი ნივა ვოლგა მოსკვიჩ და ასე შემდეგ ამერიკანსკი ალფა რომეო ამერიკანსკი არა მგონი ალფა რომეო ბრიტანული ფორდი რაღაცები რა ნაღდი მეტალი ძიმე ესეთი კი არა ხარ ოყიდიან კარპურებში და იმებში და მოკლედ მზად არის ჩემი პირადი რუკა მზად არის და მომიტანეს და რა ნუ რაღაცნაირად ხო უნდა მე მეგონა რა ვიცი შეიძლება წერილობითია ხო ან რაღაც ან დისკზე ჩაწერილი და ბუმ კასეტებზე ჩაწერილი 3 კასეტა 60 წუთიანი მაქსელის ეხლა ძალიან ცუდად ჩანს მაქსელის კასეტები ანუ რა უნდა სად უნდა მოусმინო ამას რა სვია ბეკიზაშვილი მე ჰოროსკოპი მეორე ნაწილი პირველი ნაწილი მესამე ნაწილი ტოკიო ჯაპან ჰიტაჩი მაქსელ თავის დროზე ხოიც რეაქცია ხომ თავის დროზე ეს იყო ეს საათი იქნებოდა თავის რაღაც ტიპს რო ძველი ტელეფონი უჭირავს ან რაღაც ისეთი ბრენდავი ძველი და ტიპები რო თან ფიქრობს ახლა რამ გააკეთებინა ეს მაგრამ თან
რაღაც ხონდა ცოტა წახალისოს და ბიჭო ეს თავის დროზე რა ეღირებოდა პირველი კაცი იქნებოდი ეს რო ქონოდა და შემდეგ რა პირამიდები ჩასმო მოკლედ ეს კასეტები რო ქონოდა პირველი კაცი იქნებოდი მწვანე ფერის არის ახლა ფერი აღჩენს ანუ ტიპი ბატონი მიხეილი ეს იყო კლასიკა ხო გასწორება რა აი რა არის მეხსიერება კუნთოვანი მეხსიერება ეს მექანიკურად გავაკეთე ლენტა იყო ცოტა მოშვებული და ჩხილი უნდა ქონოდა ესეთი მოშვებული ჩხილი ან ცოტა წვრილი ან ნებისმიერ ეს ტიპი არ შედის ნეკა პატარა თითით ასწორებდი ან იქ ნუ ფანქარი მანქარი ყველაფერი უკვე კლასიკა კიდევ და აი მე ოპ გაასწორა დაჭიმა ორივე მხრიდან და შემდეგ შეაცურა ბლაუპუნქტის მაგნიტოფონში მანქანაში აი უკან დინამიკები შესტი და კასეტები რა პირველი კაცი ხარ ხო და მითითებულია რა ახლა თვითონაც თლად მე-19 საუკუნეში არ ცხოვრობს ბატონი მიხეილი და იცის როგორ ციფრულზე ვარ გადასულები დიდი ხანია და ნომერი აქვს მითითებული ვინმე მანანა დისკი ანუ ამის გადაწერა დისკზე 593 90-62 და ბოლო ორ ნომერს არ ვამბობ. მაინც ხოს. იმიტომ რომ ჯერ ვერ გავარკვიე წერს თუ არა, დაურეკე და მე ახლა გავარკვევო და მე შემომეხმიანეო. ნუ ისიც გავიგე რომ დინამოზე იწერება. იქ პირატული რეჟიმია მოშნე და კასეტებსაც წერენ. კასეტიდან ციფრულ რეჟიმში. ან წარმოვიდგინე რომ ახლა და ამაზე არის შეწერილი მისი ხმა რა, ანუ კარნახობს კითხულობს რა. მიშა ესე იგი ტიპს აქვს ბატონ მიხეილს აქვს რაღაცა მაგნიტოფონი კარგ მდგომარეობაში რასაც უკვე 20 წელია მუშაობს, ხო? რაც კასეტებია. რეკორდს აჭერს, ბუმ. კასეტას დებს. მაგრამ კასეტებს სად შეუულობს? აი სადაა შეკითხვა საბნებადება. კასეტებს სად ყიდულობს? სად მიიყიდება ეს კასეტები? მაგრამ ყოფილა ერთი წერტილი მე ჩემ მამით. სადაც კასეტები იყიდება. არ ვიცი როგორ ანაერად იქ მოხდა იმ წერტილში და იცის რომ ჩემ იცნობს მიხეილს და ამ გამყიდოს უცხავს მივიღეთ ქალბატონო კასეტები გადაეცით ბატონ მიშას კასეტები მივიღეთ ბატონო მიშა კასეტები მიიღეს ერთადერთი მე ვფიქრობ ვინც ყიდულობს კასეტებს შეიძლება მთელ სოფლიოში ერთადერთი ეგ იქნება არა შეიძლება სხვაებიც რა ვიცი მაგრამ და მე დეჩემს მოაყოლა რომ იქ ნახევ ეს კასეტები ისეთი ლამაზი კასეტები იყო რა ესეც ლამაზია მაგრამ გამოუყენებელია თუ გამოუყენელებადია როგორ ეთქმა ხო და ეხლა ჩალიჩობ რო გადავწერო ეს ხოს მაგნიტოფონი კი მაქვს შემორჩენილი მაგრამ ის არ ფუნქციონირებს ვერ ფუნქციონირებს 20 წელი არ ჩართულა კასეტა არ უნახია ეხლა კასეტა რო ჩავდე როგორც ვაჟიშვილს ისე შეუცურდა ან როგორც ქალიშვილს ესეც ახლა ძალიან ისეთი ხუმრობა იყო რა out of bounds
რომ დავასრულო ახლა ჩემი განწყობა ხო ასტროლოგიის მიმართ ერთადერთი ვიტყვი რომ არ მინდა რომ ჯეროდეს ნახდათ არ მინდა რომ ჯეროდეს რა არანაირად თუ ზედმეტია რა ეს ზედმეტი ინფორმაცია მაგრამ რაღაცეები ვიცი მე რომ ზუსტად ეგეთივე ტიპი გავხდი რა ტიპები რომ მაგრამ ბიჭო მაგრა ურტყავს რა და ჩემი წავა მაგრა ხანდახან მაგრა ურტყავს მიშაო რა ამ ჰოროსკოპში ხანდახან აი ზედ გამოჭრილად წერია რაღაცეები რა ჩემი აზრით არის ახლა მკითხულობ მაგიტომაც ვხედავ გამოსავალი ის არის რომ აღარ წავიკითხო და არ მოვისმინო და ვერ დავინახავ რა და ვერც გავიგე ეს არის გამოსავალი ჩემი აზრით ბასტა